ბებიის წინააღმდეგობის მიუხედავად ილია თაყაიშვილმა პროტესტის ნიშნად სახლიდან კონსერვატიული მოძრაობის ბანერი ჩამოხსნა და მის ნაცვლად საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოფინა. შვილიშვილი კატეგორიულად ემიჯნება პრორუსულ ძალას და მათ ოფისის დაცლას თხოვს. არანაირად არ ვემხრობი ალტინფოს, მე ვარ ამ ოჯახში გაზრდილი და თავისთავად ვერავიდან რუსულ პროპაგანდას და ვერავის და რუსეთის სისასტიკეს არ ვემხრობი არანაირად. ესა და ეს ჩემი აზრი. და სანამ აქ ვიქნები ალტინფო ვერ გადმოთენს თავის ბანერებს. გააცურეს ასე რომ დასაკომანი ჩემებია, რომელიც ასაკის მიუხედავად ცოტა ჯანმრთელობის პრობლემებსა და გააცურეს საბოლოო ჯამში და ეგა სამწუხარო რეალობა. ილია თაყაიშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად დღის ბოლოს კონსერვატიული მოძრაობის წევრებმა სახლზე ბანერის თავიდან გაკვრა მაინც შეძლეს. ოფისის მიმდებარედ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს ადგილობრივი მოქალაქეები და პრორუსული პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ. პროპუტინისტურ ჯგუფს სვანეთიდან ჩამოსული თანამოაზრეებით შეუერთდნენ, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ხართ პროპაგანდისტები, რუსული პროპაგანდის გამტარებელი საქართველოში ხართ რუსეთის პროპაგანდისტები ხართ. რუსეთი ოკუპანტია, მე ამაში რა არის ცუდი? ცუდი არა. ხო, ცუდი, მე რა ვინმე მალავს ამას? და თქვენთვის მისაღებია რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული. ოკუპაცია რა უნდა გაუკეთოთ ვითხარით? ან უნდა ველაპარაკოთ, ან უნდა ვეუბნოთ. თქვენ რომელი გინდათ? იმიტომ ვარ ამ პარტიაში, რომ ეს პარტია ებრძვის იმასაც 3 წელი ტარდებოდა უკრაინაში. გეი პარადს ვამბობ. 3 წელი რო ტარდებოდა უკრაინაში გეი პარადები ღმერთმა და ამიტომ მოულინა ომი და განსაცდელი უკრაინას. პუტინისგან რას ელოდები? ასრულებდა გაფრთხილება საქართველოს. სამოქალაქო აქტივისტები პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. ამბობენ, რომ პუტინის მომხრეებს დისკომფორტს შეუქმნიან და მუშაობის საშუალებას არ მისცემენ. დღეს ოპოზიცია პოლიციის უმოქმედობაზეც საუბრობდა. ჩამოხსნილი იქნა ბანერი, დროშები გადმოკიდული უკრაინის და საქართველოს. ეხლა ამ ოზურგეთელებმა, ვირთხებმა ჩამეიყვანეს სხვადასხვა კუთხიდან დაცვა, ვითომ ეხა გურულებს შეგვაშინებენ და უკან დავიხებთ ამაზე. რა თქმა უნდა, ეს გამორიცხული თემა. მე პატრონი ალბათ მეწილე იტყვის, რომ მასაც აქვს უფლება, ხო არ უნდა კაცო, მის სახში ეს სამართლინო ოფისის აქციები გაგრძელდება მანამ სანამ გურული ალტიფო არ გაჭანებას არ მოსპობთ. პოლიციას რეაგირება აქვს მაშინ, როდესაც მე ვიტყვი, რამაც პირდაპირ გამაქანებენ იზოლატორში. აი ამის რეაგირება აქვს და ჩვენ ნახეთ, რომ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, იგინებოდნენ და აბსოლუტურად ამაზე რეაგირება არ ქვა. აქციის პარალელურად შემოქმედის ეპარქიამ მეუფე იოსების გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც მღვდელ ვახტანგ თოხაძეს, რომელმაც პუტინისტური მოძრაობის ოფისი აკურთხა და უკრაინაში ადამიანების ხოცვას და ქალების გაუპატიურებას გამართლება უპოვა, მღვდელმსახურება დროებით შეუჩერეს. სასულიერო გაფრთხილებული არიან ყველანი, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში შეერევენ და პოლიტიკურ გაცხადებას გააკეთებენ. მე დღეში ეპარქიის კრება გაიმართება და იქ ერთ-ერთი საკითხიც იქნება და იქაც იქნება მსჯელობა და შემდეგ გადაწყდება რამდენი ხნით და როგორ და ეხლა შეუჩერდა დიდ ხუთშაბათამდე. დასჯილი სასულიერო პირი დღეს მედიასთან არ საუბრობს. ხვალ ადგილობრივები ოზურგეთში კონსერვატიული მოძრაობის საწინააღმდეგო მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ. ამბობენ, რომ ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე რუსული ძალების ადგილი არ არის.